მნიშვნელოვანი არის რომ საგარეო სამინისტრომ კიდევ ერთხელ კარგად იმუშავა გაეროში ამ რეზოლუციას ხავს უფრო მეტი თანასპონსორი ვიდრე წინაზე ყავს 107 მხარდამჭერი საჩვენებს კიდევ ერთხელ რომ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები მნიშვნელოვანი არის ერთის მხრივ თუმცა მეორე მხრივ სამწუხაროდ ის იმედები რაც საერთაშორისო სამართლის მიმართ ქართველებს ყოველთვის ჰქონდა დღესდღეობით დარტყმის ქვეშ არის ვინაიდან ხედავთ რომ სამწუხაროდ გაერო ვერ ასრულებს იმ როლს რომელიც უნდა შეასრულოს საერთაშორისო წესების უზრუნველსაყოფად კონფლიქტების გადასაწყვეტად მაგრამ მეორე მხრივ თავად ინდივიდუალურად სახელმწიფოების მხრიდან რეზოლუციის ხარდაჭერა აჩვენებს რომ დღის წესრიგში მაღლა დგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სუვერენიტეტის და დევნილების სახში დაბრუნების საკითხი. ჩვენთვის გადატვირთვის პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, პროცესში მნიშვნელოვანი აქვს იმას, რომ უპირველეს ყოვლისა ახალი ადმინისტრაცია იღებს ორ ტერმინს, რომელიც ჩვენთვის არის გადამწყვეტი და მათ შორის ამ ორ ტერმინს ამერიკულ-ქართულ ურთიერთობასთან დაკავშირებით. ეს არის სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები. სწორედ ეს ორი პრინციპი იყო, რომელსაც უღულებელყოფდა ბაიდენის ადმინისტრაცია. მნიშვნელოვანი არის, რომ ახალი სტრატეგიული პარტნიორობა რეალურ დღის წესრიგს და რეალურ დღის წესრიგს ეფუძნებოდეს და მიმართული იყოს ორივე ხალხის, ამერიკელი და ქართული ხალხის ხალხისთვის რეალური შედეგების დადგომისკენ. ასე რომ ამ მხრივ ვფიქრობ, რომ საერთო მიდგომა გვაქვს როგორც ჩვენ, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას. მნიშვნელოვანი არის, რომ ეს 10 მოძალადე აღიარებს, რომ მათი მიზანი იყო პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდება, რაც უკვე ყველანაირად ადასტურებს თუ რასთან ჰქონდა საქმე და მნიშვნელოვანი არის იმ მხრივ, რომ წერტილი დაესმება ყველა იმ სპეკულაციას და პროპაგანდას სინამდვილეში, რომელიც ცდილობდნენ, რომ შავი თეთრად წარმოეჩინათ და ძალადობას იკეთეთ. ჩვენ გულშემატკივრობთ ამ ომის დასრულებას, ვინაიდან ყოველი დღე ამ ომისა ნიშნავს დამატებით ტანჯვას უკრაინელი ხალხისთვის. შეგახსენებთ ყველას, რომ ამ ომის დაწყებიდან ორ თვეში 2022 წლის აპრილში სტამბოლში პარაფირებული იქნა სამშვიდობო შეთანხმება უკრაინულ და რუსულ დელეგაციების ხელმძღვანელების მხრიდან დაბრუნდნენ კიევში ჩავიდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და ჩაშალა ეს შეთანხმება და უთხრა კიევის უკრაინის ხელისუფლებას რომ არანაირი შეთანხმება ვიომოთ. უკრაინა ომობს უკვე ამის შემდეგ 4 წელია და ბორის ჯონსონი პრემიერ-მინისტრი ბრიტანეთის ყოფილი დღეს შვიდად დადის და კონფერენციებს ატარებს და სემინარებში იღებს მონაწილეობას. ეს არის იმ პროცესის გაგრძელება, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მიყვება, ჯანდაცვის სამინისტრომ და მთავრობამ და ჩვენი მხრიდანაც ყოველთვის იყო გაცხადებული, რომ მთავარი ამოვიდეთ ბავშვების საუკეთესო ინტერესიდან და ის რომ გუშინ ითქვა, რომ ორ მედიკამენტზე არის ფიქრი, ეს არ არის შემთხვევითი. რამდენიმე კვირის წინ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტის ტრიბუნიდან ინტერპელაციის დროს, რომ არის ორი მედიკამენტი, რომელიც ყველაზე მეტი იმედი არსებობს, რომ მათ გარკვეული ეფექტიანობა აქვს. ჩვენთვის თავარია, რომ მშობლებმა საზოგადოება ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზეც და ამ ინტერესზე. რას სხვა ჯგუფებს რაც შეეხება, ეს ისედაც ჩანდა თავიდანვე, რომ ჩვენ გვყავს რადიკალების ჯგუფი, რომლისთვის მნიშვნელობა თემას არ აქვს, შეუძლიათ ყველაფერი, ასე ვთქვათ, მათი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენონ, აქ მორალი მათთვის არ მოქმედებს, ისინი სიკეთესაც კი ზიზღით აკეთებენ.